მოგესალმებით. ეთერში არის ჩვენი საკრებულოს ამბები და არა მარტო ჩვენი ქალაქი, ზოგადად ამ გადაცემაში შევეცდებით რომ მიმოვიხილოთ, სადაც კი ჩვენ საკრებულოს წევრები ყავს თუ რა ხდება იქ, რა ასე ვთქვათ, დადგენილებებზე მიმდინარეობს მუშაობა და ზოგადად როგორ გამოიყურება ეს ორგანო შიგნიდან. პირველ რიგში მინდა შეგახსენოთ, რომ დაგვალაიქეთ, დაგვაკომენტარეთ და ასე ვთქვათ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და რა თქმა უნდა, ტრადიციულად თბილისით და ჩვენი დედაქალაქით დავიწყოთ და ჩვენი გირჩი საკრებულოს წევრები იქნებიან, ასე ვთქვათ, სტუმრად და პირველი იქნება თბილისის ამბები, ხოლო შემდგომ ქუთაისიდანაც ჩაგვერთვება თეკლა. მოგესალმებით, როგორ ხართ? როგორ გასრულდა სამუშაო კვირა საკრებულოში? მოდი სანამ საკრებულოზე გადავალ, მინდა ჩვენ მაყურებლებს მიმართო. გავიმეორეთ ის რაც ბევრჯერ მithქვამს, რომ ჩვენთან ერთადერთი პარტია, რომელიც არსებობს ხოლოდ თავისი მხარდამჭერების ნებაყოფლობის დაფინანსებით. გარდა ამისა, ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც აჩვენა ამ არჩევნებზე, რომ ყველაზე ეფექტიანად, ყველაზე ეფექტურად ჩვენ დავხარჯეთ თანხები და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ყველაზე უახლოესი კონკურენტთან შედარებითაც კი 20-ჯერ ნაკლები თანხები დავხარჯეთ, შედეგი დავდეთ უკეთესი. აქედან გამომდინარე, მინდა ყველა ჩვენ მხარდამჭერებს მოგიწოდოთ, რომ დააფინანსოთ თქვენი მომავალი, რადგან თქვენ ჩვენი მხარდამჭერები ხართ, ესე იგი რაღაცის იმედი გაქვთ, რომ ჩვენ გავლენას მოვახდენთ იმ წესრიგზე, რომელშიც თქვენ გინდა ცხოვრება, ამიტომ ჩვენი დაფინანსება თქვენ მხრივ ეს თქვენი დაფინანსებაც არის, ამიტომ გხოთ რომ დაგვაფინანსოთ, ვინც უკვე გვაფინანსებს და მით უმეტეს რეგულარულად ურმეს მადლობას კიდევ ერთხელ ვიტყვი და გხოთ, რა ვიცი, გავაორმაგოთ, გავასამაგოთ ჩვენი დაფინანსება, რომ ჩვენი შესაძლებლობებიც გაორმაგდეს და გასამაგდეს და ვინც გვაკვირდება ჯერ კიდევ და ფიქრობს როგორ და რანაირად ჩვენ საიტზე დარეგისტრირდით, გამოჩდით და გვენახეთ, თუნდაც 1 ლარი, თუნდაც 5 ლარი რეგულარული დაფინანსება დააყენეთ. კი და ეს როგორ უნდა დააფინანსოთ გირჩი, ამაზე ვიდეოც გვაქვს, ჩვენ Facebook-ზე შეგიძლიათ შეხვდეთ, რუსკას ინსტრუქციას გაყვეთ და ნუ ყველაფერს მარტივად გაიგებთ, რთულად არ არის საქმე, თუ ადამიანს სურვილი აქვს, მაგას მარტივად იზავს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ პარტიას, მართლ პარტიასაც კი ასეთი ჩქარი უკუბრუნვა იმ ფინანსების, რაც ადამიანებმა მათ დაახარჯეს, თუ იმ რესურსების არ უჩვენებია და არ ქონიათ გიჩის. მოგონი არავის არ უჩვენებია. ხო. განსხვავებითი, ხო, ნუ მოკლედ დავიწყოთ მაშინ და პირველ რიგში უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რომ საკრებულოს ესე შორიდან სანამ უყურებდი, სანამ შეხება გვექნებოდა ჩვენ და თქვენ და მე, მანამდე რაღაც ისეთი უფრო ორგანო წარმომედგინა, რომელიც მაგალითად ქალაქის მთავრობას რაღაც წესებს განუსაზღვრავდა და მერე ის მთავრობა დადგენილი წესებით მოქმედებდა, როგორც აი პარლამენტიდან მთავრობა რო წარმოვიდგინოთ, მაგრამ რაც ეხლა თქვენთან ერთად მეც შემოუყეს ხვირი ამ საკრებულოს შენობაში და დადგენილებებს გავეცანი თუ რა დიდწილად რას განიხილავენ ეს ადამიანები, აუ რაღაც ისეთი გრძნობა გამიშთა, თითქოს აი მერიის ერთ-ერთი დანამატი ვართ რა, ანუ რაღაც აი ერთ-ერთი სამსახური მერიის ან ერთ-ერთი დეპარტამენტი მერიის, ისეთი რაღაცები შემოდის რა. აქ რამოდენიმე მე მაგალითი განვიხილოთ, ყველა სათითაოდ მაქვს რამოდენიმე მაგალითი წარმოდგენილი. უბრალოდ რო წარმოგადგენინოთ, როგორი ცენტრალიზებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, აი წესით რა, მეც ლოგიკურად მაგას უპასუხებდი, რომ ვიმე რო იკითხოს, რომ თბილისში, ქალაქ თბილისში მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის წესი როგორ უნდა იყოს, წესით საკრებულოსმა განსაზღვროს ეს. მაგრამ სამწუხაროდ ესე არ გვაქვს რა. ერთმა ადამიანმა მოგმართა დახმარება უნდოდა, იმიტომ რომ თბილისში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია უნდოდა და მოდავეთ მერია ყავდა და მერიას ედავებოდა და არგუმენტი იყო მერიდან ისეთი, რომ 2007 წლამდე უნდა კონდეს აშენებული მყარი ნაგებობა შემიწის ნაკვეთზე, აი ამას უნდა ადასტურებდე და ეგრე დაგირეგისტრირებ მიწას, რაც ნუ იდეაში კანონში ეგრე წერია და შესაბამისად ამ ადამიანს უნდა რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და 2007 წლამდე არ ქონდა იქ არაფერი აშენებული, რომ ნახე აღმოჩნდა ის, რომ თბილისში კი არა, ანუ ზოგადად თელ საქართველოში ერთნაირი წესია რა. შენ გინდა ქედაში დაირეგისტრირე მიწა, გინდა თბილისში და გინდა იმაში რა ქვია, ახალციხეში ერთი და იგივე წესი მოქმედებს ყველგან და იმისათვის რომ
თბილისში თქვენ განსაზღვროთ, ჯერ თქვენ მაგის უფლება არ გაქვთ, ანუ კანონით რეგულირდება და პარლამენტმა უნდა აქნას, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის წესი რო განისაზღვროს, თქვენ მაგის უფლება არ გაქვთ, თელ საქართველოში წყდება თურმე ერთნაირად და პარლამენტის ცვლილება არის, კანონის ცვლილება არის საჭირო იმისათვის, რომ ამ ადამიანს დავხმარებოდით რამენაირად, რაც სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ ეტაპზე ჩვენ არ შეგვიძლია რა. მაგრამ აი პრინციპში რო წარმოიდგინეთ საკრებულოს ანუ ასე ვთქვათ ფუნქციები რა უნდა იყოს და რას აკეთებს ის რამდენად ცენტრალიზებულია ქვეყანა, როდესაც თბილისში პარლამენტში წყდება მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ამბავი. რა წესით თბილისში მაგალითად თქვენ უნდა წყვეტდეთ. ხო, ავტორიტეტზე თავიდან როგორც შენ თქვი, რომ ეს გვეგონა რომ საკრებული ესე მუშაობს და თურმე ისე მუშაობს, მე ესეთი კატეგორიული არ ვიქნებოდი, იმიტომ რომ სულ რაღაც ერთი ნახევარი თვეს არ არის, რაც ვაკვირდებით საკრებულოს მუშაობას და კი შეიძლება ამ დღეებში მართლა რაღაც ფორმალური და რაღაც ჩემი აზრით უაზრო რაღაც აღგენლები შემოდის, მაგრამ მე არ დავიწყებდი მითკიცებას, რომ მეტი არაფერი არ შემოდის, როცა გაივლის დრო და ვნახავთ, რომ მან მართლა არაფერს არ აკეთებს ეს საკრებულო გარდა რაღაცა იმ უაზრო მერის, ესე ვთქვათ, უკვე მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცებებისა და თუ დავინახავთ, რომ სინამდვილეში მართლა რაღაც ნორმატიულ აქტებზე დავიწყებთ მუშაობას, რაღაც რეგულაციების შეცვლა-შემოწმებას დავიწყებთ მუშაობას, ნაკლებად მაქვს ამის იმედი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღეის გადმოსახედიდან არ შემიძლია მე ესე უაპელაციო ვთქვა, რომ მართლა თქვათ უარგისი ორგანოა და არაფერი არ აკეთება. ამის ეჭვი მაქვს. მაგრამ ამას კი, ამის საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რასაც ხედავ, მაგრამ მტკიცებით ფორმაში ამას არ ვიტყოდი, დრო გვაჩვენებს, მაგრამ. ხო, რასაც დღეს ხედავ, აი თქვენ შენ პრობლემას რაც შენ თქვი, საქმე იმაშია, რომ მართლა რაღაც უაზრო საქმიანობით არის და დროის კარგვით არის დაკარგული და დაკავებული ისა რა ქვია, საკრებულო და აგერ დავითი ჩაუღრმავდა ერთ-ორ საკითხს, უბრალოდ იმდენად განსვიფრებული იყო, რომ ნახა რომ ესეთი რაღაცები შემოვიდა, თვითონ გვეტყვის ალბათ, უფრო მაგალითს მოიყვანს იმისას, რაც შენ თქვი, უფრო კონკრეტულს რა. ხო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მაინც მინდა რომ შევახსენო ჩვენ მსმენელს და მაყურებელს, რომ თბილისში მე და გიორგი ვართ თბილისის საკრებულოში და უკვე ვართ რამდენიმე კომისიის წევრები, ანუ გვევალება ორ კომისიაში წევრობა. მე ვარ ქონების და საფინანსო საბიუჯეტო კომისიაში და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაში. გიორგი არის იურიდიულ საკითხთა კომისიაში ერთი და მეორე სპორტ. არა სპორტში მე ვარ. ბოდიშ ტრანსპორტში ხარ. სატრანსპორტო კომისიაში. შემოდის სტრუქტურა ესეთია, რომ ყველა კორესპონდენცია საკრებულოში მუნიციპალიტეტი იქნება თუ მოქალაქეების წერილები შემოდის ერთი ორგანიზებული სისტემა, ცენტრალიზებული სისტემა, შემოდის ინფორმაცია აქ, ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ყველაფერს, რაც იქ შემოდის და შეგვიძლია გავფეთროთ იმის მიხედვით, ჩვენ რომელი გვეხება. ანუ რომ კომისიაშიც ვართ, უთითებთ მის წევრობაზე, ჩვენთვის მომართული, ასე ვთქვათ, დოკუმენტაცია გვხდება რა. ხო, საკმაოდ ისეთი რო გითხრათ, არამწირი ინფორმაცია, ბევრი ინფორმაცია შემოვიდა ამ ბოლო ეტყვირაში და მე მიჩვეული ვარ, რომ თუ რაღაცა გეხება, ნახო რაც გეხება რა. რაც გიორგი მახსენა, ერთ-ერთი უბრალოდ ორი იდენტური кейსი იყო, შეხვდა, სადაც მოთხოვნილი იყო ადამიანი ითხოვდა მორიგ ჯერზე იჯარით მიეღო მიწის ნაკვეთი. ხონდაც აქ საინტერესო იყო მიწის ნაკვეთის სიდიდე. ერთის შემთხვევაში 4 კვადრატული მეტრი და მეორე ანალოგიური შემთხვევა იყო 5 კვადრატული მეტრი. მე როგორც ასე ზოგადად ასეთან ჩაუღრმავდი და მაინტერესა რა ფუნქციონალისთვის უნდა ეს ადამიანს ეს და მოვიძიე განცხადებაში მის ტელეფონი და დაურეკე ფლობელი იმ პარტიის რომელსაც ემიჯნება ეს მის ნაკვეთი. მან მითხრა რომ ეს პარტი მას ჭირდებოდა გენერატორის დასადგამად. ხო, მე შემდეგი ჩემი შეკითხვა იყო, ეს რამდენ ხშირად სარგებლობს, თუ გინდათ, არ გინდათ და არა, უსო დამჭირდებოდა, რამე იყოს იყიდით მეთქი და რა ვიცი, რატო არ ვიყიდი. ხო,
ხო, თან დავაზუსტებ, ესე იყო სამედიცინო დაწესებულება და უბრალოდ უწყვეტი ენერგია, ხო, უწყვეტი ენერგიის მიწოდებისთვის ჭირდებოდა, რომ პაციენტები, გენერატორი გარეთ უნდა იდგეს, ეთყობა მას მეორე მხარე არ ქონდა, საცხოვრებელ სახლის პირველი სართული არის. კი, და ქუჩის მხრიდან გადიოდა ეს. რატო ვაზუსტებ, რომ ეს არის ბიზნესი, რომელიც გადასახადებს იხდის სინამდვილეში. ეხლა შემდეგი ეს ერთი განცხადება რომ ნუ გონიათ ეს პოლიციაში შემოვიდა წერილი რომ მომეცეთ ამას მოყვა სატრანსპორტო სამსახურის დასკვნა ურბანული და სატრანსპორტოს დასკვნა ამას მოყვა გარემოს დაცვა ამას მოყვა სამხარეოს ექსპერტიზის ბიუროს შეფასება ისა ქონების თუ არ ვწდები 12-მდე დოკუმენტი დავთვალე რანუ 11 იყო 12 დოკუმენტი დასკვნა, ყველა სამსახურმა დააფიქსირა პოზიცია 4 კვადრატული მეტრის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით და სამხარეულმა დაადგინა მისი იჯარის ფასიც, ეს იყო 1200 ლარი წელიწადში და მე 1000 ლაპარაკეთ და უბრალოდ მაინტერესებს მეთქე დოკუმენტი, ის დოკუმენტები რომელიც შედგა ამ სახის გადასაწყვეტად. ხო ადამიანმა ხო დრო დახარჯეს. ვიღაცამ სატრანსპორტოში 20 წუთი დახარჯა, ვიღაცამ ურბანოში 30 წუთი დახარჯა, ვიღაცამ იქ ფული გადაიხადეს სამხარაულო შეფასებაზე. მე როცა ვაფასებ, 300 ლარამდე ვიხდი. ახლა ხელფასი აიღო. კი, ეხლა რომ გადაიყვანო, ანუ ყველა ამ სამსახურის მიერ დახარჯული ამ სახის დრო მე თითქმის დარწმუნა რომ ეს 1200 ლარი სრულად შეჭამა ბიუროკრატია. ბატონო, მე ბატონი კახალაძის ხელმოწერა იყო ამ წერილზე. კი. ნუ ყველა კორესპონდენტი ეგრე შემოვიდა საკრებულოში რომ 50 ადამიანმა უნდა წაიღოს. 50-თან კომისიამ, შესაბამისად კომისიამ. 11. კარგი, მინიმუმ 11. მოკლედ, მთელი ამბავი დადის იქამდე რომ აი რა იერარქია აწყობილი საერთოდ ფუნქციონალურად არასწორი იმიტომ რომ რაღაც 4 კვადრატული მეტრი როგორც ამიხსნეს თქოს ეს რაღაც შეზღუდვებია იქ რაღაც საუბნო ისეთი ასეთი და ამან გამოიწვია რომ ის ვერ წვითავს და მოდის საკრებულოში და რაც არ უნდა იყოს ხომ ცხადია რომ რაღაც სერიოზული შეცდომაა დაშვებული ამ იერარქიის ჩამოყალიბება უფლებების მოსილებების გადანაწილებაში რომ 4 კვადრატული მეტრის სადღაც საბურთალოზე გენერატორის დასადგამი ადგილის იჯარით გასაცემად ამდენი ადამიანი როგორ შეიძლება იყოს ჩართული ამ პროცესში ეს ხომ აი ძალიან რბილად რო ვთქვა აი რაღაც მარაზმია და უბრალოდ ამ ადამიანების უპატივცემონა ყველასი საკრებულოს წევრებიდან დაწყებული დამთავრებული რა ვიცი პირველ შესრულება აი კაცი რომელსაც ევალება რომ რა ვიცი იჯარით გასცეს მერიის საკუთრებაში არის გაცეს აი დასაწყისის ბოდიში ზუსტად მაგას ვამბობდი რომ ძალიან ინდივიდუალური იმამდე არის დაყვანილი რომ საკრებულოს ფუნქცია შეიძლება იყოს რომ ზოგადად წესი განსაზღვროს რომ სიტყვაზე მერის ქონება უნდა გაიცეს იჯერით ამ და ამ შემთხვევაში რა და მე ის ამდენი შენ სამსახურები რო ჩამოთვალე მაგათი საქმე ზუსტად ის არის რომ ის აღასრულონ რასაც შენ ეტყვი რომ აი ესე ქენიო რა და უბრალოდ ანუ არა ბოდიშავთო მე ხომ მარტო საკრებულოზე არ ვლაპარაკობ კაცო ეს გასაგებია რომ ეს საერთოდ არ მომწონს ეს ხაზი მაგრამ მე იქითაც უყურებ კაცო მუნიციპალიტეტში ამხელა ამდენი სტრუქტურის ჩართვა იმ საკითხის გადასაწყვეტად ეს ხო უბრალოდ არაეფექტიანი არასწორია აი მე თვითონ საფუძველი შევხედა მაგას კიდე მართლაც კი ველაპარაკებოდი დღეს ესე იგი საქმე იმაში ერთ და იგივე წესი მოქმედებს აი 4 მეტრი მიწა იქნება ეს თუ 4000 კვადრატული მეტრი მიწა იქნება და ასე შემდეგ და ყველა აი კვანცი სადაც უნდა გამოიაროს აი სამსახურებში ამ მან რა ქვია საბუთებმა ყველა ჩინოვნიკს ყველა ბიუროკრატს ეძლევა რაღაც საშუალება ან ის ეკნას ან დღეს ან ხვალ ან კი ან არა ხო და აი ეხლა რაც ტრენდია ჩვენთან ქვეყანაში რომ სამთავრობო სატელევიზიო არხებზეც და ყველგან რომ მიდის ისეთი რეკლამა რომ აი ვებზით კორუფციას დავიჭირეთ ერთი მეკთამე დავიჭირეთ მეორე მეკთამე და შემდეგ და საჯარო მოხელეები ხო ეს დავიჭირე მე მქონდა ჟურნალისტთან საუბარი რომ რაღაც აი ჩემთვის პირადად ეგ არ არის კორუფციასთან ბრძოლა ჩემთვის ეგ არის რა ვიცი რაღაც დამნაშავესთან ბრძოლა თუ მართლა ადამიანი მე ვერ ვიტყვი ადამიანზე ვერაფერს რა პროკურორმა მითხრა მოიპარაო და თუ აიღო ქთამე და მე ხო არ ვიცი მე არ სამპროკუროროს ვენდობი სასამართლო ჯერ არ ყოფილა მაგრამ თუ ფაქტად მივიღებთ რომ იმან მართლა ქთამე აიღო და ის დაიჭირეს ეგ არის უბრალოდ ბრძოლა ვიღაც მეკთამესთან დამნაშავე ადამიანთან კორუფციასთან ბრძოლა ჩემთვის არის როდესაც შენ ისეთ წესრიგს აწყობ რომ აიმდენი მოხელეებიდან არ არის დამოკიდებული 5 კვადრატული მეტრის 5000 კვადრატული მეტრის მიცემა არ მიცემა ეს არ უნდა იყოს რაღაც ერთი მოხელის გადასაწყვეტი და არ უნდა იყოს ისეთი წესი რომ უნდა არ მოგცემს
ესე იგი, კორუფციასთან ბრძოლა არის ის, როდესაც შენ სპობ საშუალებას, რომ ადამიანმა რაღაცაში ფული გამოძალოს მეორე ადამიანს. თუ ამას არ აკეთებ, არანაირი კორუფციასთან ბრძოლა ეს არ არის. ეს არის უბრალოდ რაღაც სიმპტომებთან თუ რაღაც გამოვლინებებთან, დამნაშავეებთან ბრძოლა და ნუ ოკეი, ნუ ებრძვიან დამნაშავეებს ებრძოლე, მაგრამ მოდი თუ შენ კორუფციას გინდა ებრძოლო, მოდი მაშინ ვილაპარაკოთ რა უნდა გააკეთო შენ კორუფციის ბრძოლაში. ბრძოლის ფარგლებში უნდა გააკეთო ის, რომ ეს რეგულაციები არ იყოს მოწყობილი ისეთნაირად, რომ ადამიანმა უნდა ესე გადაწყვიტოს, ვიღაცა ჩინოვნიკმა უნდა გადაუწყვიტოს ბიზნესი წარმატებული იქნება ის თუ არ იქნება წარმატებული და ასე შემდეგ. ხო, ახლა მე ის გიორგის ას გავაგზელებ, რომ რაღაცნაირად ანუ კიდევ უფრო მეტად რო ჩაუღრმავდე ამას რა იერარქიას გადაწყვეტილების მიღების შენ ხვდები რომ აი ზუსტად ეგ აი კორუფციის თემა რაღაცნაირად შეფარულ შენიღბულია მიდი და გაარკვი ეხლა შენ ამ ხელა სქემაში ამ ხელა ჯაჭვში გესვის სად არის დანაშაული ხო რომელიც შეიძლება იყოს სადღაც, მაგრამ იმდენი იერარქია გამოვლილი, შენ უნდა ზდიო ეხლა ამას ვინ, სად, რომელ ინსტანციაში, რომელ საფეხურზე გააკეთა ეს გესმის და რაღაცნაირად თითქოს პასუხისგებლობები ეს გადანაწილებულია და ეს პასუხისგებლობა მოვიდა ჩვენამდე, რომელსაც აი მე როგორ ავიღო, რამეზე პასუხი იქნება, არ ვიცი, ვიღაცას იქ არ უნდა მეზობელს არ რა ვიცი მე ეს გესმის? მე ხო რაღაცა შტამპი უნდა დავარდო, ხელი მოაწევ რაღაცაზე, რაც საერთოდ რა ვიცი, არ არის ეს ჩემი კომპეტენცია, მაგას გაიგებ. და მე გადავეფარი ამეთ გაისვი, ჩემი ამ ხელმოწერით რეალურად შენ რაღაცაზე ეფარები რა. გააправე ვიღაცა გაправდა. გავხდა კაცო, ასეთი იყო, მე რა ვიცოდი რა იყო, ეცა ბავშვი ხა და მე რა ვიცი, შენ თუ არ იცი. აი ზუსტად მაგას ვამბობდი ადრეც, რომ იდეაში აი ამდენი უწყება და თქვენც მათ შორის იმიტომ ხარ ჩარეული, რომ მე საქმეზე რომ მიდგეს, თურმე აღმოჩნდა რომ დასაჭერი არის 100 კაცი. ანუ რაღაცა მაგას არ მინდა რა ხო ეგრე არ ხდება ას არავინ არ იჭერს და მაგაშია საქმე მინდა ბლარავ პასუხისგებლობას იმდენად აგერ საკრებულოს 50 კაცია აგერ ანუ მერის სამსახურები რა დაწყებული რაღაც ანუ გარემოს დაცვით და დამთავრებული ტრანსპორტით რამდენი თანამშრომელი იქნება და აი ესე და ასე ვთქვათ ერთმანეთს ხელს აფარებენ მე იმას კი არ ვამბობ რომ ავტომატურად აპრიორში რამე ცუდი ხდება უბრალოდ თავდაცვის მექანიზმია ბიუროკრატიის რომ პასუხისგებლობა მათ რაც შეიძლება ბევრ ადამიანზე გადაანაწილო ისე რომ შენ ვერ გაიგო კონკრეტულად ვინ რა დააშავა და როცა საქმეზე მიდგება ნუ ეხა ვაფშე ყოველს ხوار და იჭერო 200 კაცს რა გამოდის რომ ნუ რაღაც ხვანაირად უნდა მოგვარდეს ეს სიტუაცია რა თორე აგერ აი ისა პრივატიზაცია ძალიან მოგწონს და ისეთი ამბავია რა აგერ სიტყვაზე ვამბობ თქვენამდე არის მოსული აეროპორტის დასახლებაში ვიღაც ნუ სახელგვარს არ დავასახელებ კონკრეტულ ადამიანს ლარად გადაეცემა 53 კვადრატული მეტრი პირველ სართულზე შენობის მიწისნაკვეთი არა ბინის ნუ ბინა რა საცხოვრებელი ფართი ხო და ეხა ეს ადამიანი ვინ არის რატო გადაეცა ამას 53 კვადრატი და გვერდზე სიტყვაზე ვიღაც მზიადეიდას არ მიცეს ანუ ამას ჩვენ ვერაზროს ვერ გავიგებთ რა ვერაზროს შენ ძალიანაც რომ გინდოდეს დასაბუთებული მე არ მინახია უბრალოდ დასაბუთება დასაბუთება არის ის და ლარად ხდება ეს ხელშეკრულება არის პირდაპირ ანუ მე ხმა შეიძლება რა დაზარალებული იყოს ან რაღაცა იყოს ხო არა პრივატიზაციის ფარგლებში ერთ ლარად მოკლედ სახელმწიფო გადასცემს ამ ადამიანს ამ ქონებას რა არის ხელშეკრულების პროექტი წარმოადგენს სადაც უბრალოდ თქვენ უნდა ჩასვათ რაღაც თქვენ რა საკრებულოს წევრები უნდა ჩასვან რაღაც პირადი ნომერი შაბლონი რომ მოდის და უბრალოდ სახელი გვარი და პირადი ნომერი უნდა ჩასვა და ხელშეკრულება რომ ზათ არის აი ესეთი რაღაცები მოდის იმაზე რა ქვია თქვენ ასე თქვა თან ესეც ქვია საკრებულოსთვის მოსაწონებლად ანუ მერიამ რაღაც იმუშავა რაღაც ის თქვა რომ ამ ადამიანს ლარად უნდა გადავცეთ რაღაცა შენობის კონკრეტული კვადრატი და თქვენ უბრალოდ უნდა დაალაიქოთ ასე თქვა უხეშად რომ თქვათ რა იმის მომხრევა რომ ერთ ადამიანს კონდეს მაგ დაკეთების უფლება და თვითონ იყოს პასუხისმგებელი ყველა თავის აქციაზე კი, თორე, ანუ ესე თქვენ არც რესურსი გაქვთ და არც საშუალება, რომ კონკრეტული ესეთი სათითაუის განიხილოთ და რავი, ამაზე მქონდა საუბარი უკვე, ასე ვთქვათ, კოლეგებთან და ეგ გავთქვი, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს აი ასეთი იერარქიის და აი ესეთი ჯაჭვის საერთოდ გაუქმება რა. არ შეიძლება ესე არ შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ უფრო მეტად საკრებულო მე SMS-მის
უნდა იყოს დაკავებული რაღაც წესრიგის, აი ჩარჩო წესრიგის მომზადებით და მუნიციპალიტეტი მთელი მისი სამსახური ჩვენ განა რესურსი გვაქვს, გინდა ადამიანური, გინდა დროითი, რომ ამხელა ზღვა მასალას შენ შეერკინო და ამისათვის არის მუნიციპალიტეტი, მაგიტომ არის მუნიციპალიტეტი, მაგიტომ აყავს მას სამსახურები, მაგიტომ აყავს თანამშრომლები, რომ ამ ჩარჩო წესრიგში იმოძრავონ და აღასრულონ. თუ რაღაცა თუ მე ხშირად არის ხოლმე რომ აი ეს შემოდის იმის გამო რომ რაღაც წესი ცდება. თუ კაცო წესი შევცვალოთ. იმიტომ რომ მე ავტობუსთვის რო შევცვლი წეს გიორგის რატომ შეიცვალოს წესი. რატო ვაკეთებ მე გამონაკლის? ანუ რაღაცა წესში არასწორი მივადექით გამონაკლის და რატო ვაკეთებ გამონაკლის ავტობუსთვის გავაკეთებ გიორგისთვის ყველა. ზოგადად ხო ყველა. ზოგადად თუ ესეა ეხლა ვიღაცა იტყვის რომ იქო აი შეიძლება არგუმენტები არ არსებობს ეგეთი რაღაცა. იმიტომ რომ დადგები აუცილებლად იმის წინაშე, რომ ეხლა არჩევანი გასაკეთებელი რა არის. სწორი რა არის არასწორი და ჩემთან რომ ადამიანი რომ გიორგის რო გავუკეთე, კაცო მე რატო არ გამიკეთე? რა უთხრა მე? რა არგუმენტი მოვიყვანა? რომ იქ იმ დროს რაღაც დიდი ფურცლები შემოვიდა და ამიტომ ქენი და შენ დაგაკდა ეხლა ფურცლები და ვერ გაძლევ. ეს ხო არ არის, ეს არის სწორი არგუმენტი. ო არა, თან იდეაში თავის დროზე რატომაც ესეთი ანუ ჩაფიქრებული ეს ხო იყო თავიდან როგორც ჩვენ ხო საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავედით ხო იდეაში ქაღალდზე ასე ვთქვათ პარლამენტია წამყვანი და ადგილობრივ დონეზე საკრებულო და ამით თითქოს იმაშვებოდნენ რომ აი საკრებულო როგორც მაკონტროლებელი ორგანო იმის რა ვქოთ დედაქალაქის მთავრობის რომ დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლებს მერიას ყველა ასე ვთქვათ დადგენილებაზე ჭირდებათ საკრებულოს გადამოწმება ჩეკინგი ეგრეთ წოდებული რომ რამეს ხო არ არღვევსო და ბოლოს კი კაც თქვენ აფის არ არღვევთ წადით გააკეთეთ. ოღონდ ეს არის ესე ჩაფიქრებული მაგრამ რეალობაში რას ვიღეთ რომ მერიაში ხოცები არიან, საკრებულოში 90% ხოცები არიან, არავის არ ამოწმებს და შეუძლებელიც არის შემოწმება. ხო, არა, თავი მე ჩვენ ხო ახლა ვადარებთ რაღაც სტრუქტურას, ეს მუნიციპალიტეტს და აქეთ საკრებულოს, ხო? ეს არის არ ვიცი, თანრიგით დიდი თავისი შტატებით, თავისი რესურსებით, დეპარტამენტებით, ხო და აქეთ ყავს როგორ შეიძლება ამან გაატაროს ეს ზღვა მასალა. გასაგებია რაღაცა განსაკუთრებული მნიშვნელობის შეიძლება იყოს, რა ვიცი, აი არაბების თემა რო არის წამოწევ, შეიძლება მაგ ტიპის დიდი პროექტი, გერგეს რაღაც ხო არის ქალაქის საერთო გენგეგმაზე და ცვლილებები. სხვაშიც ბევრი საკითხი იქნება ეგრე, როგორც მითხეს დამიანოსეს, რომ აი ოდესღაც მიღებულ გენგეგმა ყოველ წელიწადს სულ გამონაკლისებია. ანუ რა გენგეგმა? გენგეგმა სარცვლია და გამონაკლისად. ხო და აი იმდენად აი როგორ გითხრათ ფორმალობად იქცა ეს გენგეგმა გესმის იმის არ იყოს რა დაკარგა ფასეულობა. ხო დაკარგა ფასეულობა რომ მიადგებით და მე განა იმას არ აქვს არგუმენტი გიო იმასაც არ არგუმენტი რომ შესაძლებელია იმიტომ რომ ბევრი სისულელია გაკეთებული გენგეგმას რა ბევრი სისულელია ვიღაცის მიწა იყო ბედნიერად კაცმა იყიდა რაღაცისთვის ამან აიღო დაატყლიპა რაღაცა ესო გამწვანების ზონა და გადის ეს კაცი ხო ეს კაცი დადის თქვენ ვიდეო სულელები ხო ახლა წავედი მე პრივატიზაცია გავუკეთე ვიყიდე რაღაცა უნდა გამაკეთე რომ დაასვით ეს ლაკა რაჯანობა დაასვით და მიდის მე ამაზე მონაცვლეობა, ჩანაცვლება, ასეთი ისეთი და აი ეს მთელი იმის გამო რომ ეს რაღაც ბრახდა რაღაცა მიიღეს გეგმა, ვითომ გეგმა 2014-ში არის მიღებული. ხო და ხო წარმოგიდგენ უკვე იმდენი გამონაკლისი არის რომ გამონაკლისი წესის სწავლას აზრი არ აქვს გამონაკლისები ის გეგმა მიიღეს რა გალეჭკისთვის ეს მივიღეთ გეგმა всё ხალხის განაშენიანების კი და ძალიან ისეთი რა თქვენს რო ქონეთ აი წარმოგიდგენთ უნდა შეამოწმოთ მაგალითად თბილისის მერის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დასკვნა სადაც წერია რომ რაღაც ეხა გამონარევს კითხულობ რომ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე არის 59 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი და 38 ძირი თუთა ეხა ეს დასკვნა სიტყვაზე რო აღმოჩნდეს რომ ეს დასკვნა არასწორია და ნუ რაღაც რო წავიდეს სიტყვაზე გამოძიება რა აი ხა ამის გადამოწმებელი ვინ არის გარდა იმ სამსახურისა, ვისაც ევალება და ვისაც უნდა მოთხოვოთ თუ რამე არასწორად იქნება. ანუ თქვენ აი ხა აი როგორ ამათ როგორ წარმოგიდგენთ ეს მოგდით თან თქვენ რა რომ ეხლა თქვენ უნდა გახვიდეთ რომ ამ იმან გარემოს დაცვის სამსახურმა რამე ხო არ მოიტყუა და წახვიდეთ და თუთის ხეთვალოთ იქა ანუ ეგ ხო სისულელი არ რაღაც ასე ვთქვათ აი ისე მიკრომენეჯმენტში ჩასვლა არ არის აუცილებელი ისე მივადექით აი იმ ჯაჯს ანუ შენ რა უფლება მოსილება გაქვს და ავალდებულებები გაქვს ხო
მე ხო საერთოდ წესრიგი უნდა გავსაზრო. მე საერთოდ ვეწინააღმდეგები ამ ხეების თვლებს და ამ თუთებს და უბედურებას რა. იმიტომ რომ ამით ფაქტიურად დღეს მოქმედი წესრიგით ჩვენ შელახული გვაქვს საკუთრების უფლება. ადამიანებს კერძო საკუთრებაში რა ხე იქნება, რა მინდორი, რა ის შეიძლება ზოგადად თქვა რომ 20% იყოს გამწვანება და გიორგის თუთა მოწონს, შენ ისა კარაის ხურმა მოგწონს, მე მანდარინი მომწონს, რა ვიცი, მე რაც მოგწონს ის უნდა კონდეს ჩემ ეზოში. რომ დამდევ შენ რომ ფიჭვი, ცაცვი და მე რაღაცები აქვს შეტანილი, რაღაც ასეთი ციგნი, ისეთი ციგნი, თუთა კაცოთე ვერ ვიტანი თუთა, ვერ მიეტარებ შენ დაგხვიდო. შეიძლება მანქანა დასრულია ბალახზე. ყველაზე არა ურბანული ხე არის. მიადგები ამას გესმის? მიადგები, მე რა უნდა იყოლიო და მე იქ გადარგვის წესი და გაზაფხულზე არა შემოდგომაზე ისე ლაპარაკო გეგონება ეს დრო ის იმდენი დრო აქვს და იმდენს ცხოვრობთ რომ რა ვიცი მე რა ერთ წელს ისე გაგატარებინებენ ამ ბუკაებდობაში რომ რა ვიცი და უბრალოდ მე ვიცნობ ხალხს ვინც თბილისში საკუთარი მიწის ნაკვეთზე საკუთარი ბაღში რომ უნდათ რაღაც შენობის აშენება რომ საუბარია მაქსიმუმ 5 კვადრატზე მაგის გამო რომ ხის მოჭრა უნდა ჩუმად როგორც აი ქურდი რო იპარება რა ესე ღამე ჩუმად შეიპარნენ თავის მიწის ნაკვეთზე ჩუმად მოჭრას და გაიტანეს აი როგორც აი ბანკის საცავში რო შეიპარებია აი რატო უნდა გჭირდებოდეს ჩემ ნაკვეთში ქურდივით შეპარვა და ჩუმად ხის მოჭრა და გატანა ისე რა უნდა მინახოს ჩემი უალესი კაცო მე წამლავე ხეს რა ტექნოლოგია ყოფილა კიდე რო გახმე სპეციალურად ეჩალიჩება იმაზე აქ სპორტის სახლის პირდაპირ აფთიაქი გაკეთებული გიორგი ხმანაძის პროექტია რა და აფთიაქის შუშის შენობა თანამედროვე და შუაში არის ხე ვიცი ეგ თუ ჩემ მეგობარს ხე აივანზე აქვს ხო კედელსახლი აქვს აშენებული და ხე აქვს აივანზე გადირგე ხეს თუ ხის პატივის ცემა გინდა ეს რატო კი ტერასა გაუკეთა სახლს და ხე რო არ მოეჭრა აივანზე აქვს ხე ეს შეიძლება შენ გააკეთო გესმის აი შენ მოგინდა და ესეთი ხოში გაგ და ეგეთი რამე გააკეთო ეგეთი რაღაცა რომ ხის გამო ხეს მოარგო პროექტი ნუ ამარაზმი ეს რა არის არა ვერ გეტყვი რომ ძალიან მოუნდა იმ კაცს უბრალოდ იმდენი ხათაბალა იყო იმ ხის მოჭრა რომ ნუ სხვა გზა რაც არ გაქვს გიწევს და მე უკვე თქო თავს მშვიდებს იმით რომ ხე მიყვარსო და აი წარმოიდგინე და ამ წესრიგის გამო ეხლა შენ წარმოიდგინე ბიუროკრატიის მასშტაბი რამდენი პროექტია ქალაქში რამდენი ხე ძველი ახალი მოჭერი გადაჭერი დენდროლოგიური პროექტი ისა ეს ზოგი გამხმარია ზოგი ნედლია და მე ძალიან მომწონს რაც კეთდება ეს სკვერები და რაღაც საზოგადოებრივი ობიექტები მიხედოს მერიამ ბაზარი არ არის რაც უნდა ისაკეთოს გაალამაზოს რამაზეა ხოშიანია საერთო სარგებლობის სკვერები ეზო იდეალური აი ეს არის მუნიციპალიტეტის საქმე ჩემ ეზოში მე რას მოვჭრი რას დავგავ რას გავამწვანებ რას გავაყვითლებ როგერმე მომანდეთ მე კი ბატონო აუ ხა ქუთაისიდან თეკლა ყავს ხაზზე და ბარემ ჩავრთოთ თეკლა მოგესალმებით როგორ ხარ რა ხდება ჩვენს ძველ დედაქალაქში ქუთაისში მოდი ესე იმას ვიზავთ რა ქვია ძველში და იმედია იმედია რომ მომავალში პოტენციურია და რა ხდება თქვენ მასაკრებულომ თუ დაიწყო უკვე მუშაობა და თუ რაიმე განიხილეთ საღამოშიდობისა კოლეგა გამარჯობა მოგესალმებით მაყურებელს ქუთაისის საკრებულოში მუშაობა ძალიან იმედით დაიწყო ჯერჯერობით ერთის თომა ჰქონდა და ორი საბჭოს შეხვედრა მხოლოდ იურიდიულში და ზოგადად სიმართლე ჯერჯერობით მეც გარკვევის პროცესში ვარ მაინტერესებს რა დილის წესრიგი აქვს ზოგადად და როგორ მოქმედებენ არ არის ახლა მარტივი რაღაც უნდა დააკვირდე პროცესს ჯერ რომ ჩაერთო და ხო არა ეგ თავის პროცესში ვარ და ნახოთ როგორ წავალ ისე მიდის ხო აქტიურად ქართული ოცნების წევრების მიერ თანამდებობების გადანაწილება ზოგი მერიაში, ზოგი საკრებულოში, ზოგი თანამდებობის გადანაწილება ძალიან სწრაფად დასრულდა. მე ფიქრობ არჩევნებამდე გადაწილებული იყო. პროცესი იყო ის ხილად შევძელი მე პირადად და ხა შიგნით რა მდგომარეობა იყო და როგორ იმდინარეობდა ამბები არ ვიცი. არა ხო ეგრეში და სამზარეულო თუმცა ისა ხო ყველაზე აქტიურად ქართული ოცნების ეწოდებული დეპუტატები მუშაობენ საკრებულოს შიგნით და
ოპოზიცია ძალიან წილად ვართ წარმოდგენილი, სიმართლე გითხრათ, რაღაცა საკოორდინაციო არ გვაქვს ჯგუფი შექმნილი, რომ რაღაცა დავკოორდინატორებთ და ერთად მოვიმოქმედოთ სამწუხაროდ, მაგრამ რამდენი ინდივიდუალურად ვახერხებთ მაინც რომ რაღაც ინფორმაციები მოვიპოვოთ. რამდენი ხართ ოპოზიციონერი კი არ მახსოვს შენ, ერთი ლელოელი უნდა იყოს და კიდევ ვინ გახარია? ერთი გახარია. ხო, ანუ სამი. ერთი გახარია. ხო, სამი კი ბატონო. კი, სამი ბატონო. ხო, არა, იდეაში, პრინციპში ყველაზე ლოგიკური ისაა, რომ შენ კომისიების შემოსულ დოკუმენტაციას დაელოდო და რაც შენ მაგიდაზე რასაც შემოიტანენ მენიუდ, იმას. თეკლა რომელ კომისიაში ხარ? მე ვარ იურიდიულ კომისიაში და ქონების მართვის კომისიაში. თვალ იურიდიულ კომისიის თან ხონდა შეხვედრები. ჯერჯერობით ქონების მართვაში არ ყოფილა საბჭოს ხდომა ჩატარებული და ძალიან მაინტერესებს იქ რა ხდება, იმიტომ რომ იურიდიული კომისია დაახლოებით ვიცი საბჭო რაც განიხილავს ასე ვთქვათ საკრებულოში რა თემები მოდის, მაგრამ იქონების მართვა ძალიან მაინტერესებს. ანუ შენ კავშირი გექნება, კოლეგიალური კავშირი გექნება გიორგისთან იურიდიულ საკითხებზე და ქონების ნაწილში ჩემთან. კი. ხო, ისეთია, აი, დღესაც ვამბობდი, რომ ეს იურიდიული კომისია იმის სტრატეგიული მნიშვნელობის კომისია, ვერავინ ვერაფერს ვერ შემოიტანს, ისე რომ შენამდე ჯერ არ მოვიდეს ეგ ამბავი იურიდიულში. დადგენილების პროექტს გულისხმობ და კაია, ეგ ჩვენც რო ძალიან კაია. ადამიანმა დატოვა საკრებულოს ხდომა და ამის განხილვა იყო. არაფერი მნიშვნელოვანი და შინაარსიანი არ მომხდარა ჯერჯერობით ქუთაისის საკრებულოში და სავარაუდოდ ათი დაიწყება მუშაობა. კი, იმიტომ რომ მე მაქვს საკითხი. კი, და იმიტომ რომ ველოდებით ბიუჯეტის იქითა წლის ბიუჯეტი იქნება და სამტკიცებელი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც თქვენ გააკეთებთ ამ წლის ბოლომდე ეგ იქნება და უბრალოდ ძალიან მაინტერესებს იქ ჩაშლა და რაღაცები როგორ არის და ჯერჯერობით ეთყობა თქვენი მერიათ, ჩვენით ცოტა ზარმაცობს და ჯერ ეს პროექტები არ შემოუტანიათ. 15 ნოემბრამდე აქვს დრო და რა ვინახოთ აბა. ყველაზე მეტად მე იდეაში ბიუჯეტირება მაინტერესებს. არა, ტაქტიკურად სწორი იქნება, რომ ბოლო დღეს შემოიტანო, რომ ნაკლები რო კონდეს და შემოსული იყო, როგორც თქვეს, მაგრამ მე მგონი არ შემოსულა. ხო, არ შემოსულა, იმიტომ რომ არ მოსულა რა, ნახე და იდეაში კანონით 15 ნოემბრამდე დრო. მე ყველაზე მეტად ბიუჯეტის ნაწილი მაინტერესებს და ველოდები პროექტების შემოტანას. აი, იქით კვირას უკვე უნდა გქონდეთ წესით რაღაცა რა, იქით კვირას. ნახოთ. სავარაუდოდ იმესაც ეკეთებ. თორე ხა მე შეგეტყვი ვადარო დაარღვია ვიმე დაჟით, მაგრამ წესით თავიანთ ინტერესებშიც გადის ეს ყველაფერი რა. ხო, პრინციპში მეტი ისეთი აფერი ხდებოდა, ხო, ამ განვლილი 2 კვირის განმავლობაში საკრებულოში. აი, რა ვიცი, მოსაყოლად რომ რაღაც ესეთი ფიდდეს და მაყურებელიც ახალი ინფორმაციით დავაბინთო, არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდება და არ მინდა რომ ის კი, ხო, არა, გასაგებია და ისეთია რა, რასაც ვაკვირდები პარლამენტთან შედარებით, უფრო ცოტა საქმიანობა არის საკრებულოში რა, აი პარლამენტში სულ რაღაც ხდებოდა რა, ყოველ კვირას ვიღაცას რაღაცა შემოქონდა რა, ძირითადად კანონ პროექტები და აქ სხდომაც კი თვეში მინიმუმ ერთხელ უნდა იყოს რა და უკვე ტემპია ძალიან დორე. მადლობა დიდი თეკლა და რა თქმა უნდა რომ კიდევ არაერთ გზის გექნება საშუალება რომ მოგვიყვე რა ხდება შენთან და მადლობა პირიქით. კი, არაფრის და ისეთია რა, რაც უფრო აი დეკემბრისკენ ნოემბრის მეორე ნახევარში ველოდები რომ უფრო საინტერესო რაღაცები შემოგვივა და შენი არ იყოს მეც ველოდები ბიუჯეტს მათ შორის ქუთაისისაც ძალიან მაინტერესებს. აბა დროებით და წარმატებები. დროებით დაგემშვიდობებთ. კარგად თეკლა. ხო, ჯერჯერობით მოკლედ ესე 2 კვირა რომ ასე ვთქვათ ჩავხუროთ ეს ამბავი რა. კი. ხათაშორის ძალიან კარგი ახალგაზრდა კაცი არის სპორტისა და ახალგაზრდა საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. ეს არის ბევრისთვის ალბათ კარგად ნაცნობი, განსაკუთრებით რაგბის გულშემატკივრებისთვის. ეს არის შალვა სუთიაშვილი, ჩვენი ნაკრების რაგბი იყო და იმაში საფრანგეთში მოღვაწეობდა, იქ თამაშობდა ასე ვთქვათ ფრანგულ კლუბში და საშუალებას ჰქონდა ჯერ შეხვედრა ვისაუბრეთ მე რამეზე, მე შვილი სპორტსმენი მყავს და რაღაცნაირად პრობლემატიკასთან ახლოსა ვარ. სრულიად ადეკვატურად აღიქვა ყველაფერი კი არა და თითქმის იდენტურად უყურებთ პრობლემებს.
ძალიან გამიხარდა. შემდეგ მეორე დღეს ვიყავით შალვან მოთხოვდა რა თქმა უნდა დიდი სიამოვნებით, მასთან ერთად ვესტუმრეთ დიომში მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსს, რომელიც იდეაში ქალაქი ფიქრობს, რომ ამ მულტიფუნქციური კომპლექსის ტირაჟირებას, რომ ყველა რაიონში იყოს და გვაინტერესებდა როგორ მოქმედებს, როგორ ფუნქციონირებს რა და მეორე კიდე ეხლახანს გაიხსნა ვარკეთელში. ნუ თვითონ მანდვე ჩვენ ვარჯიშობთ, ჩემი ბიჭი ვარჯიშობს, მანდვე არის ფედერაციის მოწყობილი ახალი სტადიონის კარგია. ეს ძალიან კარგი კომპლექსია, ფუნქციონალურად მაწყობილი, მოწესრიგებული, ესეთი გამართული ბასეინებით, ყველანაირი, რა ვიცი, კალათბურთი, ფრენბურთი, ბოქსი, ჭიდაობა, აი ყველაფერი, რა ვიცი, ბიბლიოთეკაც კი არის რა. ნუ მთავარი ის არის, რომ რაც ალბათ სამომავლოდ გამოჩნდება ეს პრობლემა ის არის მისი მოვლა პატრონობა შენახვა და რამდენად თვითონ მას აქვს სოციალური ფუნქციაც იმიტომ რომ რაღაც ბავშვები პლუს 60 პლუს ასაკის ადამიანებს აქვთ რაღაც უფასო დროების სარგებლობენ თუმცა მძიმეთვირთია გინდა კომუნალურის ნაწილი მძიმეთვირთია გინდა თანამშრომლობის მუდმივად მზარდი ხელფასის ნაწილი და რაღაცნაირად აი მართვა როცა ხორციელდება ის სახელმწიფოს ჩართულობ ეს მართვა ვერ იქნება ისეთი მობილური რომელიც მას ჭირდება და ალბათ ამაზე გვექნება საუბარი წმინდა სახელმწიფო საკუთრებაშია კი სრულად მუნიციპალური ის არის საკუთრება მენეჯმენტი შედავეცი სოციალური ფუნქცია აქვს რომ შენ რომ ამბობ კი შეიძლება მართლა რამოდენიმე ათეული ასეული შეიძლება ადამიანი სოციალურად შეჭირვებული სარგებლობდეს მაგ ესე იგი კომპლექსით მაგრამ თუ ჩვენ მართლა შევხედავთ და დავითვლით რა ხდება ეგეთი კომპლექსის აშენება, რა ხდება მაგ კომპლექსის შემდეგ მომსახურება, მაგის სუბსიდირება და ასე შემდეგ, შეიძლება ეს თანხები უფრო ეფექტურად გამოგვეყენებინა მართლა შეჭირვებული ადამიანებისთვის დასახმარებლად. რომ მათთვის იგივე სპორტული სექციები აგვენასხაურებინა კერძო რაღაც კომპლექსებში, რომ მათ იქევლოთ. ვილაპარაკეთ მაგაზე, სამწუხაროდ საქმეც მაგაშია რომ არ არის. საქმე მე მას ვამბობ, არ უნდა გქონდეს ჩვენ როგორც საზოგადოებას რაღაც სოციალური მიმართულებები და დავეხმაროთ ჩვენ თანამოქალაქეებს შეჭირვებულებს, მაგრამ საქმე იმაშია, რამდენად ეფექტიანად გავაკეთებთ ამას და თანხებს, რომელსაც დავხარჯავთ, იქნებ აჯობებდა რომ რაღაც სხვა ალტერნატივა მოგვეღო. ვისაუბრეთ სხვათა შორის იქ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც იყო და ვისაუბრეთ სხვადასხვა ფორმაზე რა. შეიძლება ამ ერთ წერტილში ასე ვთქვათ აგებული მულტიფუნქციური ნაცვლად შეიძლება უპრიანი იყოს უფრო გაშლილი პატარ-პატარები არა სპორტდარბაზი თავზე დარწმუნებული ვარ რომ ის რაც არ არის კერძო ბიზნესისთვის მომგებიანი არ შეიძლება იყოს მომგებიანი სახელმწიფოსთვის რა გეთანხმები სრულად რა ხო იცი რომ მაგაში მოყვები ამ მთელი ამბავი ისაა რომ რახანეს არ არის მომგებიანი კერძო ბიზნესი ის უბრალოდ არ ჩდება გესმის და პრობლემაა ეგეც რომ ბავშვებს მართლა ბასეინი არ აქვს იქ დარბაზი არ აქვს ნუ ბიზნესი ვერ ქაჩავს ამას ბიზნესის კუთხით არის არა მომგებიანი და ამიტომ რაღაცნაირად სოციალური მდგენელი დგება თუმცა ისიც საქმეა რომ შეიძლება ამის ისეთი რაღაცა მონახვა ისეთი ფორმის რომ ერთმანეთი დააბალანსოს მე შეიძლება ვერ ავაშენო მე შეიძლება ინვესტიცია ვერ ჩავდო როგორც კერძო კომპანიამ და რაღაც მაგრამ მართვაში ბევრად ეფექტური ვიყო ბევრად მობილური ვიყო ბევრად მრავალფეროვანი ვიყო კი ახლა მე ესე უნდა მეთქვა რომ რაღაცნაირად შეიძლება თანამონაწილეობა განიხილოს სახელმწიფოსი და რომელიღაც კერძო კომპანიისა და აი ზუსტად რომ სახელმწიფო სიტყვაზე აიღოს თავის თავზე რაღაც მიწის ნაკვეთი შემოვიდეს რაღაც ინვესტიცია ჩადოს და მე იმან მართოს რა ან ბევრი ისეთი ზუსტად რაღაცებს მაინტერესებს ხულის მაინც ეს თანამონაწილეობა აი სტადიონებიც რაღაც მოსაფიქრებელია პლატოზე როგორც ვიცი ნუცუბიძეზე არა სტადიონი დიდი აი ესენი აი კერძო საკუთრებაშია სახელმწიფო საკუთრებაშია რას მომავალში რას უპირებენ საერთოდ ეგ ხომ რაგბის თემა პრინციპში ივანიშვილის ფონდის ქართულ ფონდის იმით დახმარებით გაკეთა, ნუ ბევრი სტადიონი გაკეთა, მაგრამ ცხადია ისიც არ არის კერძო საკუთრებაში და მათაც როგორც შალოს ელაპარაკე უკვე აქვს პრობლემა, რაღაც პერიოდი მაინც ეტყობა ისევ ქართული და მე რაღაც გადაეცა რაღაც პატარ-პატარ პრობლემები რჩება. მე მაგალითად ზუსტად ვიცი ხა რაგბის სტადიონზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ ზუსტად ვიცი ოლიმპიური ქალაქი რო გაკეთა X სტადიონები რა დღეშია. დიდი ინვესტიცია ჩადებული, მაგრამ ეხლა რომ მიხვალ გაგიჟდები.
ხო, არა, მე მაინც იქით ვიხრები, რომ კი დასაშვებია ის, რომ რაღაც ინფრასტრუქტურული ობიექტები არ არის მომგებიანი შესაქმნელად ბიზნესისთვის, მაგრამ როგორც მინიმუმ აი შექმნის იქეთ სახელმწიფო არ უნდა იხარჯებოდეს რა. აი შექმნის იქეთ უნდა ისეთი ობიექტები შექმნას, რომ აი უკვე რაღაც შექმნილი ობიექტის მართვა მაინც იყოს მომგებიანი და აღარ ითხოვდეს უკვე იმის იქეთ დანახარჯებს რა. ყოველთვის ეფექტიანს ვერ ახარ სახელმწიფო რო ხარ, მობილური არ ახარ. კი და თან მაქსიმუმ სახელმწიფო შეუძლია რომ რაღაც აი ყველაზე მაქსიმუმ თქვას რომ სიტყვაზე თუ სპორტ კომპლექსი შენ კერძო კომპანიის იქნება და ფუნქციონირებს, უბრალოდ თქვას რომ სიტყვაზე ამას და აი ამ ხალხს უჭირს და იქნებ უფასოდ არა, უფასოზე არ არის. აი, შენ გადაუხადე კონკრეტულ სოციალურ შეჭირებულს, პირიქით და იმ ბიზნესში შევიდეს ეგ ის ხო საჭმელს იყიდის თუ სპორტზე. კი რა, ანუ ხო, ფულს მიცე მომხმარებელს და ის ხო თვითონ დახარჯავს იმ ფულს იქ რა, ხო, ამის სწორი მოდელი ეგ არის ალბათ ხო, საბოლოო. კი, თორე ნელ-ნელა ხა რაღაცეები თავიდან რომ გაკეთე და მე ანუ ეს უყურებ თავიდან, მაგრამ ინერციით მოდის ეს, მაგრამ მე ცოტა დრო რო გადის, ხვდები რომ სახელმწიფო შენობა, ხვდები რომ სახელმწიფო ის არის, იმიტომ რომ აი მოულელობა მაინც ეტყობა რა გადაწყეთე თან აი ამ ეხლა რაც განვიხილოთ ჩვენ წრუწული რაღაცები წარმოიდგინეთ რომ აი იმ სპორტ კომპლექსში რამე სერიოზული რემონტი რო გაკეთება რო დაგჭირდეს რამდენი ორგანოს რამდენის მოვლა იქნება საჭირო რომ რაღაც ფანჯრები გამოცვალო იმ წინ რა აი წარმომიდგენია რამ ხელის იქნება ოლიმპიურ ქალაქში სულ ხონა პრობლემა საღამოობით ეს ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ და არ არის მოედანი განათებული ბიჭო უყიდი რატო არ არის განათებული პროჟექტორი გადაიწო რატო არ აკეთებ ტენდერია გამოცადა ტენდერია ეს ნატურაზე გამოცადა როდის ის ჩატარდება ეს ტენდერი როდის გამოვლინდება გამარჯვებული როდის ჩამოიტანს და როდის გადის თვეები ეს არ არის დღეების ამბავი გაც კი ხო როცა კერძო მესაკუთრის ფლობელობაში ის ნატურა წამებში იცვლება ხო და მაგას ვიზახ ეს სოციალურად შექმნილი ობიექტებს შორისაც როცა ეს მართვაში გადაცემული იქნება კერძო ბიზნესთან მაგალითად და ერთმანეთთან შევლენ კონკურენციაში რომ ეგრე იბრძოლონ თუნდაც იმ დასუბსიდირებული კლიენტისთვის ვისაც სახელმწიფო გადაუხდის ამ შეჭრებულ ადამიანს სამხატვრო ამას არჩევანი ექნება აქ ითამაშოს ფეხბურთი თუ იქ ითამაშოს ფეხბურთი მაშინ რაღაცნაირად კონკურენცია შეიქმნება ამ მუნიციპალური ესე იგი ობიექტებს შორისაც ხო სტადიონებს შორის ხარისხიც მოახდენს კარგავლენას ეს ეფექტიანობაზეც მოახდენს კარგავლენას და კი სანამ იმ ლამას სამყარომდე მივალთ როდესაც ყველაფერი კერძო იქნება და მართლა კერძო ბიზნესი ისეთი დიდარი მომხმარებლები ეყოლება სპორტ დარბაზებს რომ ეს იქნება კარგი ბიზნესი და ბიზნესი აშენებს მანამ შეიძლება რომ ეს შუალედური გადაწყვეტილება მართლა ესეთი იყოს რომ რაღაც ავაშენოთ ბიუჯეტის თანხით ოღონდაც შემდეგ უკვე აღარ ხარჯოთ და თუ სოციალური დახმარებისთვის რაღაც თანხებს ხარჯოთ ადამიანებისთვის ეფექტიანად დავხარჯოთ რომ იმ ადამიანთაც არჩევანი ქონდეს და ვინც მას შესთავაზებს ამ სოციალურ რაღაც ესე იგი მომსახურებას კონკურენციაში იყვნენ რომ მომსახურება იყოს კარგი. იმიტომ რომ ადამიანს გამოსვლა ნაჩუქარცხენსო არ იწუნებენო ხო და გამოდის რომ ადამიანს კი აძლევ რაღაცას, მაგრამ აიძულებ რომ რაღაც მარტო იქია რომ სამ მარტო აქია რომ ასე შემდეგ. კი და თან ისეთია რა, აი მაგალითად რაღაც მომენტში ვერტფრეინან ფულის ყრას ემსგავსება, იმიტომ რომ მე თუ ვაშენებ დიდ სპორტ კომპლექსს, უფასოა ყველასთვის, ამაში ბევრ ფულს ხარჯავ, რეალურად დახმარება შეიძლება ჭირდებოდეს 100-დან 3 კაცს, მაგრამ ყველაზე არ არის უფასო, მაგრამ ნუ ვამბობ იმას რომ უფრო მეტწილად ისარგებლებენ ისეთი ხალხი, ვინც ფულს გადაიხდიდა თავის ისედაც და რამე სპორტ დარბაზში შევიდოდა რა, ჰიპოთეტურად ვამბობ რა და შენ მთელი ამ ხელ ნაგებობა წამოჭიმე რეალურად სიტყვაზე 20 კაცისთვის, როცა დღეში დადის 100 კაცი რა და იმ 80-ს არ ჭირდებოდა ესეთი დახმარება შენგან სოციალური და ჭირდებოდა მარტო იმ 20 კაცს. და რა არის იცის გასამიჯნიარი რა იმიტომ ხა სპორტი როგორი თემა არის გასართობი მიმართულება არის სპორტი როგორც პროფესიული მიმართულება რა ეხლა მე დარწმუნებული ვარ რომ აი ამ კატეგორიის სპორტ კომპლექსი ბევრ პროფესიონალურ ამ კლუბს ამას არ აქვს როგორც აქ არის რა ამიტომ მანდაც გასამიჯნია რა აი ამ კატეგორიის ამ კლასისას რომ აკეთებ როცა პროფესიონალურს არ აქვს და მოყვარულის აკეთებ ეს სწორია, ანუ ამ ხელა ინვესტიცია გააკეთებ მოყვარულის ნაწილში რა და თუ ასეც აკეთებ, მაშინ მოდი დაუძახე კლუბებს და რაც გიორგი თქვა რა, კონკურენცია შემოიყვანე, უთხრა რა, მოდი აბა მართვაში მოგცემთ ამას, რაღაც საათები თქვენ რომ ვინც უკეთეს პირობა შემოთავაზეთ, მოგცემთ ამას და დანარჩენი სოციალური ნაწილს იმას მე დავასუბსიდირებ რა, ბოლო რა. მაინც სახელმწიფოს უჯდება ხა შენახვა და თუ ეხლა უჯდება 200,000 ლარი, ამის ხარჯი დაუჯდება 100,000 ლარი. ამ ბევრად უფრო ნაკლები ვიდრე ხო. ეგ უკვე როგორი თემა, კონკურენციის თემა და განიხილავ ამ წინადადებას და სადღაც ამე მიხვალ.
ხო და ეგ მაქრივ სხვა შორის სპორტის კომიტეტიდან ბოდიში ისე კომიტეტს ვეძახი პარლამენტიდან გავყოლ სპორტის კომისიიდან რაღაც სხვა შორის არ ველოდი რომ თლაც ესეც საინტერესო რაღაცები შეიძლება წამოსულიყო რა როგორც არის მათ შორის ამ სპორტული ინვენტარის ქონების შექმნა მერე მისი მართვა და ასე შემდეგ და საინტერესო სიურპრიზი აღმოჩნდა ალბათ ყველასთვის რა და ის ადამიანის თუ ისეთი არ ვქნა საფრანგეთში ბევრ ამას ნახავდა დიდი გამოცდილება მიიღო იქ საფრანგეთში ყველანაირი ფორმა არსებობს რა მაგალითად არის თანამონაწილეობა რა სტადიონი ნახევარი სახელმწიფოსე ნახევარი კერძოსია რაღაც ხო და რავი აი შალარომე კლუბშიც იყო აი ზუსტად ეგ იყო კოლაბორაცია ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და კლუბის და ძალიან კარგი მოდელი გამოვიდაო შალომი ეყვებოდა თვითონ რა საფრანგეთის სისტემა. ხო, სახელმწიფო მიქ მიწა რაღაცა და მე მართვაში თვითონ წავიდნენ რა. და ეს დაეთყო კიდევაც კლუბს განვითარებაშიც, წინსვლაშიც და ასე შემდეგ. ხო, ჩვენი რავი, იგივეს გაკეთება ახაც თუ უნდა პრობლემა. ერთი სული გვაქვს მე და გიორგი სატრანსპორტო კომისიაში რა ხდება? ასეთი იდეები გვაქვს და მე უკვე მოვიძიე ხიდის ადგილი და მინდა რომ გავიარო ეს ამბავი. იდეა მე პარკირების იდეა მაქვს რომელიც მინდა ასე თუ ისე დავტესტო და რაღაცნაირად ვეცადო რომ გავატარო ჩვენ ქალაქში და მართლა რომ მე მიმაჩნია რომ კარგი იდეაა და მიმაჩნია რომ არა, ეგ ყველა იდეაში გასასროლია, უბრალოდ ისე ჩვენი საკრებულოს ბუტაფორიიდან გამომდინარე შეიძლება ხიდის აშენება წდებოდეს პარლამენტში და არა თბილისში საკრებულოში. აი ეგ ამბებია კიდე ნახოთ იმაშია რომ ჩვენ საერთოდ კერძო ხიდის იდეაც გვაქვს და ალ როგორც ალტერნატივა. თუმცა კი აღთხოვთ არავის როგორც ალტერნატივა, ასე შეიძლება, ისე შეიძლება ასე რომ თავარია იყოს სურვილი და გაგება იმის რომ მართლა საჭიროა ხიდი და იგაც მე მეგონი კალაძე არ შეგეწინააღმდეგა კი ბატონო მოუწევდით და ვიმუშაოთ. ნუ რაღაც იმას მეც უსმენ მგონი თქვა რომ აი ვებხი და მოყვესან უნდა და აშენება და რაღაც არაეფექტური გამოდიოდაო თუ ვერ ტვირთავდა. ხო, მე ხარ ვიცი დეტალები შემართლაც ესე იყოს, არ ვიცი. ხა ეგ ექსპერტული დასკვნები ესა. ხო და მე რაღაც რა მაგალითიც მაქვს ზუსტად ვიცი რომ რა ეფექტს მოხდენს. შეუძლებელია იყოს არასაჭირო და არაეფექტური ხიდი ქალაქში, სადაც ის არაშენებულა ბოლო 40 წლის განმავლობაში. ნებისმიერი ხიდი იქნება გაათმაგდა. შეუძლებელია. ამ დროს განმავლობაში. ხო. ხო, პრინციპში. მასაქმეა უკვე დანახარჯის და სარგებლის რაღაც შეფარდება შეიძლება, მაგრამ რა ვიცი, თუ ცუდი ვერ იქნება ვერანაირად. ხო. სოდეცა საფეთერი იქნება. კი ბატონო, მაშინ დღეისთვის ეს იყო. რახან საკრებულოებმა ოქტომბრის ბოლოს 31-ში ქონდათ ხსნომა და მე ეს თვე დაიწყეს მუშაობა, ამიტომ ჯერჯერობით ესეთ ბევრი მასალა არ გვაქვს, მაგრამ დავაგროვებთ განსაკუთრებით ბიუჯეტები, როცა შემოვა, აი მანდ იქნება ძალიან ბევრი განსახილველი და ასევე გეტყვით იმას, რომ ეს გადაცემა გავა პარასკევობით, ყოველ მეორე პარასკევს ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ გადაცემამდე უნდა დაგვიგროვდეს ჩვენ ჭყალებში მასალები, რაც შემოდის საკრებულოში ან ვიღაც მოქალაქეები ჩვენ გთხოვენ დახმარებას და იმასთან დაკავშირებით რა ხდება. და ამ ასე ვთქვათ ყოველმეორე პარასკევს საღამოს 8 საათზე შეგიძლიათ გვიყუროთ და ნახოთ თუ რა ხდება იმ საკრებულოებში, სადაც გირჩი არის წარმოდგენილი და ნახოთ რა სხვაობა როცა შენიანი არის საკრებულოში და გიყვება იქ რა ხდება და ვიღაც სხვის სამურჩევლო, რომელიც გუნში არ არის, გარტყმაში არის, სადაც საკრებულო რას ასრულებს და იქ საერთოდ რა ხდება რა. და მე ვფიქრობ შემდეგი გადაცემისთვის შეგვიძლია რაღაც მეილი შეთავოს ადამიანებს, ვინც საკრებულოსთან დაკავშირებული კითხვებზე, პრობლემებზე პირველ რიგში ჩვენიანებს რომ კითხვებისავით მოგწერო შემდეგი გადაცემისთვის გაუმგზავრდოთ ხოლმე პასუხები. პრობლემები რაცა აქვს ყველაფერი. კი, ნუ ხო, ჩვენ ამოჩვენო ესეც იცის რომ ჩვენთან კარი ღია და კომუნიკაბელური ხალხი ვართ, ესე გვილად რო ვთქვათ. და რავი, არა სპეციალურად საკრებულოში დავეხმარებით. კი, იმედია რომ ზოგადად ბევრ ჩვენია შენიანი საკრებულოში საბაჭკა gmail.com გავაკეთე. იდეალურად. გირჩიკომ. კი, ზაულკა. შენიანი საკრებულოში საბაჭკა gmail.com. მე საბაჭკას ვეძახი სხვა შორის. ზაულკა. არა, ეს და ეს შეთავაზოთ. მე მგონი შემდეგ გადასაკეთებთ მაგ საკითხს გავაკეთეთ ისე რომ ყველაზე ისეთი პრობლემა. დროებით ხალხო და მადლობა რომ გიყურებდით. დიდი მადლობა გადაგზავნებათ.